გამარჯობათ, მეგობრებო. მიმდინარეობს სოფელ დიღმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის კანკელის გალამაზება, რომელიც 9 წლის უკან იყო შესრულებული, რომელიც გაიჩვენებულა და დღეს ხდება მისი, ასე ვთქვათ, რესტავრაცია, სადაც მოღვაწეობს დეკანოზი მამა ივანე ჩიგოგიძე და თავადაც ხედავთ როგორ შრომობს, მაგალითი უნდა იყოს სხვებისათვის. ასე არ არის მამა? ნამდვილად მაგალითი უნდა იყოს ეს. წარმატებული და ოჯახი და მოვესწროთ ყველანი ჩვენი ვერის გაფრთხილებას. აი ორივის მომოვიტანე, მოვაბრძანეთ ჩვენ წმინდა გიორგის ხატი, რომელიც არის აი იქ ტაძარში ზემოთ აჩვენებდა. აი დიდებული წმინდა გიორგის ხატი. ეს ტაძარი გახლავთ მერვე საუკუნის, რომელიც იყო დანგრეული და მიწაში ნახევრად მოქცეული და აღადგინა მამა ივანე ჩიგოგიძემ, სადაც დღეს თვითონ მოღვაწეობს და არის წინამძღვარი ტაძრის. კანკელი თეთრი, რასაც ახლა ხედავთ, ბატონმა ავთან დილარბოლიშვილმა დაახლოებით 15 წლის წინ შეასრულა ამ ტაძარში და ახლა თვითონმა ათეთრებს. ღმერთმა დაღლოცოთ და გაგაძლიეროთ არბოლიშვილებო, თქვენი გვარი, თქვენი ახლობლები, შეგწიროთ უფალმა ეს ღვთის საქმე. დიდი მადლობა მამა ივანეს, რომ შესაძლებლობა მოგცა.